მოგესალმებით, ბოდიში რომ ვიდეოს დატევა დაგვავიწყდა, რადგან ინტერნეტი არ იჭერდა, ალბათ გიყვირს თაიდან ვარ 8 სექტემბერში თოვლში. ჩემ მას თხოვე, ჩვენი ქალაქის პარკში წავსულიყავი ტაქსით არქტიკაში და ამას შეშჩა და თვითმფრინავის ბილეთი აუღია ანტარქტიდაზე. ეხლა კიდე 7 თვე აქ უნდა ვიყოთ, სანამ ახალი რეისებით უცბად აქ დაიშვებიან და არ დაგვიყვანენ. ტელეფონი ეხაზლებს დავიჭირეთ და რავი. დაუვეკეთ დედას, მამას, ბიძას, ბიცოლას, მამიდაშვილს, დედაშვილს, მაგრამ რომელი ერთი მომსვლელი? ჰა? ანტარქტიდაზე ნორმალური მოჯრით კი არა ვერავინ ვერ მოდიდა. რომელი ერთი მომსვლელი, რომელს აქვს მისი თავი? მოდის ბეყი. დავიღალე კაცო. აღარ შემილია. კინაღამ დათვემა შემჭამეს, სად მომხდი ეს, რა მინდოდა ერთი. აჰა, წავიდეთ პარკში, მაგარ პარკში ხარ. ორჯერ დამეცა ყინულის ბურთები, გავიყიდე კინაღამ ამომს სული. ინტერნეტით ძლივს დავიჭირეთ, რა ვიცი, რა გავაკეთოთ. ბიჭო, ეს არ გიფიქრია, აქაურობის მეფეები ვიქნებით, თევზებო მოდით, რა მაგარია. ასწორებს ხო იცი რაღაცნაირად. შესაძლებო -50 გრადუსიანი ტერიტორიის მეფობა კი არა, ჩვენი მეზობლის 5 თვის ლაბრადორი რო გამოგეკიდა 2 საათი ისე დარბოდი როგორც ჯუსენ ბოლტი. ბიჭო, ეგ აუცრელი იყო და შენ კიდე შენს კარგად ირბინე 9 კილომეტრი, პროსტა შენ ბოლოს მერე ნაზი დეი დასახურავზე აძვერი და იქიდან წახვედი, თორე რა მნიშვნელობა აქვს, მაინც შენ შეგეში მოიცა ბიჭო, რა დროს ეგარი, მგონი კონტაქტზე გავედი, ტელეფონი დავიჭირე, გაჩვენდი ახლა სანამ გირტყი თელი ტელეფონის ბატარეა. ოციხა უკვე უთხარი ვირმეს აქვე თუ ავსტრალიაში რა თუ არა ყაზარავი დავიყალე. ვირმე თუ არის აქვე მოვიდეს რამე გვიშველოს რა იქ. ბიჭო, ავსტრალიაში არა, მაგრამ ბრაზილიაში რო ყავს, მე კი დიიდა. არიცი მაგრამ აგორ ჩამოვა რამხელა აქედან დაშრონება სამხრეთ ამერიკამდე. აუ მე მგონი მოვკვდებით ბიჭო, ზემოთ აიხედე ძმობას გაფიცებ, რატო გვეცემა მეტეორი პირდაპირ ჩვენ, შენს ხედავ მე მგონი სიშავეს და მე მგონი უკვე ტვინში თოვლი არა მაქვს. აი მე რა მოხდა ბიჭო, რა დაგვეცა ამნაირი. მოიცა ეს ვინ მოდის? შავ ტაცაცონებში რატო გავს ვიღაცა მამა ჩვენს? უკან გაიხედე, ნახე, მაგრამ ბიჭო მორბის,